მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ თქვენს მაყურებლებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს მიუთითებს იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ხშირად ვამბობთ, იმას, რომ ოცნებას სალაპარაკო არაფერი არ აქვს, ოცნებას პასუხები არ აქვს იმ შეკითხვებზე, რომლებსაც მას უსმენენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. პასუხები არ აქვს იმ ადეკვატურ შეფასებებზე და მწვავე შეფასებებზე, რომლებიც კეთდება მათი მისამართით, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არის, ქვეყნის შიგნით ის პასუხად იყენებს ძალადობას, როგორც ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ, ქალაქის ქუჩებში, ასევე საქართველოს პარლამენტში 26 ივნისს, მას არ ჰქონდა შეკითხვებზე პასუხები და ამიტომაც იძალადა და ეს სისტემური ძალადობა არის მისი ხელწერა და რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთ ის ვერ იძალადებს, ამიტომაც მას არ აქვს პასუხები, ის განიცდის დისკომფორტს კრიტიკულ შეკითხვებთან დაკავშირებით და იმ არსებულ შეფასებებთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო და საგარეო მიმართულებით არსებობს ჩვენი ქვეყნის მისამართით, ამიტომაც მას არ აქვს პასუხები და ის ტოვებს ისეთ უმნიშვნელოვანეს ფორმატებს, რომლებიც შეიძლება იყოს მისი მხრიდან გამოყენებული ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ. მაგალითად, ამდენი დღე მიმდინარეობდა საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, გერმანიის ბუნდესტაგის წევრის მიერ წარდგენილი დოკუმენტის განხილვა, რომელშიც მთელი თავი ეთმობა ჩვენს ქვეყანას, ასევე რეზოლუციის განხილვა. აი ეს ყველაფერი მათ შეეძლოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების და სასარგებლოდ გამოეყენებინათ, ესაუბრად თუნდაც ჩვენი ტერიტორიების ღია და დაუფარავ ანექსიაზე ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან, თუნდაც იმ პრობლემებზე, რომლებიც არის დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში და მათ მხოლოდ აი მტყუილებით, წუწუნით და საკუთარი დისკომფორტების აღმოფხრით გაატარეს აი ეს რამოდენიმე დღე, მაშინ როდესაც ეს საერთაშორისო ფორმატი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. მე მინდა ასევე გითხრათ, რომ გიორგი ხარია და ანა ბუჩუკური იმყოფებოდნენ ამ ფორმატის ფარგლებში, მათ ჰქონდათ მაღალი რანგის შეხვედრები და მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ხარია დღესდღეობით არის პოლიტიკური დევნილი ოცნების მხრიდან და მას შეეძლო, რომ საკუთარ პრობლემებზე ესაუბრა, მან თავისი დღის წესრიგი შეადგინა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მან ყველა შეხვედრა ჩაატარა იმ პრობლემაზე საუბრით, რაც ქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიის პროცესი, რომელიც უწვავესი არის და ამაზე საქართველოს პარლამენტში ჩვენ დავაინიცირეთ რეზოლუცია, რომელსაც უარი უთხრა ოცნებამ გაურკვეველი ვადით გადადო ამის განხილვა და ამ ყველაფერზე დუმს და ამით სწორედ დასტურდება ის, რომ დღესდღეობით საქართველოს მთავრობა არ იცავს ქვეყნის ინტერესებს, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ იცავს და კიდევ ბევრი დამადასტურებელი არის ამ. მინდა დაგისვათ, აი მე ვახსენე, რომ ეს რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ეს არის ციტატა და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა. იქ სხვა საკითხებზეც არის საუბარი, ასევე არის მოწოდება საერთაშორისო საზოგადოებისადმი და ვფიქრობ დაინტერესებული ადამიანებს შეუძლიათ რომ გაეცნონ დეტალურად ამ შინაარს, ანუ რეალურად ოცნების პასუხი რა არის ამით, რომ ამ ყველაფერს უპასუხონ საქართველოს თქვათ ინტერესებზე ლაპარაკით. აი მე აღვნიშნე, რომ თავარი საკითხები, რაზეც თქვათ ჩიოდა დღეს ოცნება ადგილზე, იყო ის, რომ რაღაც დამახინჯებულია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობა და ამის აღიარება არ ხდება და მე რამდენი ორგანიზაციაში შეიძლება თქვათ იგივე პასუხებს იღებდეს ქართული ოცნების ხელისუფლება. როგორ ვფიქრობთ, აი სად არის პრობლემის სათავე, იმიტომ რომ თავად ეუთოს პრეზიდენტი დღეს ამბობდა ცოტა ხნის წინ ესეთ რაღაცას, რომ დემოკრატია არის კონფლიქტების მოგვარების ერთობლივი მცდელობა და ეს მცდელობა არის თუ არა ოცნების ინტერესში. თუ ეს გადის იმ გადაწყვეტილებებზე, როგორიც არის ზუსტად იმ კანონების უკან წაღება და ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება, ამასთან არ არის თავსებადი ოცნება? ჩვენ გვავიწყდება ერთი რამ, რომ ოცნებას დღესდღეობით არანაირი რესურსი აღარ აქვს იმისი, რომ მართოს ქვეყანა და გაიხანგრძლივოს საკუთარი ძალაუფლება, ძალადობის და ემხელების გადაგრეხვის პრინციპის გარეშე. მათ უბრალოდ აღარ აქვთ ამის რესურსი, ამიტომაც ჩვენ ვხედავთ სისტემურ ძალადობას, ვხედავთ ადამიანის უფლებების უმწვავეს დარღვევებს და სწორედ ამას მოწმობს ის შეფასებები, სწორედ აი ამ რეალობას გადმოსცემს ის რეზოლუციები, ის მწვავე შეფასებები, რომლებიც ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, ასევე საერთაშორისო ფორმატებში კეთდება, შესაბამისად, აი ამ დისკომფორტს, როდესაც განიცდის ოცნება, მას აქვს
მხოლოდ და მხოლოდ ერთი პასუხი: ძალადობა კრიტიკულ შეკითხვებზე და უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვების შემთხვევაში ესე ფორმატების დატოვება, იმიტომ რომ გარდა ამ დაუშვათ დღევანდელი ინციდენტისა, რომ მათ დატოვეს კონკრეტული ხმის მიცემის რაღაც პერიოდი და დატოვეს დარბაზი. ჩვენ ძალიან ბევრი საერთაშორისო ფორმატი გვაქვს დღესდღეობით, იმის გამო დატოვებული, რომ ოცნებას არ სურს ამ დისკომფორტის, ამ კრიტიკული შეკითხვების, ამ მოწოდებების და ამ შეფასებების მოსმენა, იმიტომ რომ ის დღეს რომ ძალადობს ადამიანებზე და ის რომ დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, ადამიანები სამართალს ვერ პოულობენ, ის რომ უმწვავესი პრობლემები აქვთ, ძალადობრივი რეჟიმი არის დღესდღეობით. ოცნებამ დაგვაბრუნა ჩვენ 2012 წლამდე პერიოდში, მაშინ, როდესაც ზუსტად ისევე ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არანაირი განსხვავება არ არის. იგივე ადამიანები ყავს თავის რიგებში დაწინაურებული, რომლებიც აი ამ სისტემური ძალადობით ქმნიან ფონს და საბოლოო ჯამში ახანგრძლივებენ მათ ძალაუფლებას. სხვა რესურსი უბრალოდ არ აქვს. ერთ საკითხზე მინდა კითხოთ, აუცილებლად თქვენ პოლიტიკურ ჯგუფს ყავს წარმომადგენლობა საკრებულოში და ის რაც ხდება, ვთქვათ, აი ძლიერი წვიმების დროს დედაქალაქში, აი დამეთანხმებით, რომ აბსოლუტურად ყველას დარწმუნებული ვარ აწუხებს, იმიტომ რომ ეს ვთქვათ ხდება ამ უარყოფითი შედეგების რაღაც საკუთარ თავზე განცდა, ხომ? აი რა სიტყვით ამ საკითხზე ჩვენ იმის გათვალისწინებით, ამაზე ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ საუბარს შემდეგ სტუმართან დეტალურად, მაგრამ მინდა კითხოთ, როგორც ვახსენე საკრებულოში არსებული, ასე ვთქვათ, ჯგუფის მუშაობის გათვალისწინებითაც პასუხები, რაც ვნახეთ კალაძისგან, რომელიც კონკრეტულ მიზეზებზე ლაპარაკობს და რეალობა. როგორ ფიქრობთ, აი რამდენად ამ შემთხვევაში თავსებადია ეს ყველაფერი ერთმანეთთან და რა შეგიძლიათ თქვათ კონკრეტულად პასუხისმგებლობის საკითხზე, იმიტომ რომ მთავარი ფრაზა სხვათა შორის ეს ბევრმა მიაქცია ამას ყურადღება და სოციალურ ქსელებშიც ამაზეა რეაგირება, არის ის რომ სადაც კალაძე განმარტავს რომ წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ხო და ეს უნდა იცოდეს საზოგადოება. რა თქმა უნდა, ანა, ჩვენ პირველად არ ვხედავთ კალაძის მხრიდან პასუხისმგებლობის სხვა მიმართულებით გადატანის მცდელობას, ძალიან ბევრჯერ მომხდარა ქარბუქის შემთხვევაში, ნალექის შემთხვევაში, სხვადასხვა დაუშვათ სამშენებლო პროცესების, თუნდაც სხვადასხვა კომპანიების შემთხვევაში, როდესაც ის ცდილობს საკუთარი პასუხისმგებლობა უბრალოდ გადაიტანოს სხვა ადამიანებზე და ეს ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ, თუმცა აქ არის სხვა საკითხი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც ოცნება გვეუბნება, რომ ისინი ებრძვიან კორუფციას და მათ ყავთ თბილისის მერად კორუფციის სიმბოლოდ ქცეული კახი კალაძე და ეს კონკრეტული შემთხვევაც და ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა მართლაც ნებისმიერი ნალექის შემთხვევაში ოცნების მხრიდან არაშენებულ ანაკლის ღრმა წყლოვან პორტზე მსგავსება და სამწუხაროა ეს და ეს ტრაგედიაა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ამის ფას ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი მოქალაქეები იხდიან. ეს არის სწორედ აი ამ კორუფციის, უყურადღებობის და არაპროფესიონალიზმის დამსახურება. აი ტატა, სანიაღროებით არის ამოსებულიო ტოტები და ნარჩენები, ამას ამბობს კალაძე და აქამდე შეიძლება ამ პრობლემის დაყვანა და მეორე სანიაღრე ქსელების არარსებობა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ რაღაცა ვირუსულად წერს ხალხი სოციალურ ქსელში, იგივე დიდი ღომში რაც ხდება, ეხლა თუ აქვს შეხება ამ უბანთან ადამიანს, როგორ არის გაზრდილი განაშენიანება, ძალიან თვალში საცემია, ხო და რეალურად ეს რა რესურს მოითხოვს და ათასობით ახალი და ასობით ახალი კორპუსის ჩადგმა თბილისში და შემდეგ ეს რა გავლენას ახდენს, თქვათ, ბუნებაზე, ეს ვფიქრობ ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა, რომლებიც სწორედ ამ გადაწყვეტილების მიმღები არიან, რომ ამგვარი სტიქიური განაშენიანება ვნახოთ ჩვენ თბილისში. ანუ პასუხისმგებლობის ნაწილზე, აი რა შეიძლება ითქვას ამ მხრიდან? რა თქმა უნდა, თუმცა მე არ დაგეთანხმებით იმაში, რომ მათ იციან, მათ არ იციან, ეს ჩვენ ვნახეთ. შედეგები არ იციან, რა შეიძლება ყოფილიყო. განცხადებაც ვნახეთ თქვენს ეთერში, მაშინ, როდესაც აი ესეთი უმწვავესი პრობლემა იყო მარიჯანის ქუჩაზე, უბრალოდ პასუხები არ ქონდა ამ ადამიანს, იმიტომ რომ არ იცის რა კონკრეტული დათქმებით, რა პოზიციებით გაიცა ნებართვა კონკრეტულ მშენებლობაზე და მე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს კონკრეტული მშენებლობა აც უკვე დაკავებულ ბურჭულაძეს ეკუთვნის, აი აქაც კორუფციული სქემებით მან მიიღო ეს ნებართვა იქ მშენებლობის და ამის ფასი ხდიან ჩვენი ხო, ანუ მე რას გეუბნები, იცით, და კორუფციული მიზნები, ანუ სავარაუდო კორუფციული ყველაფერს დამტკიცება სჭირდება, თუმცა ბურჭულაძის და სხვების შემთხვევაში ეს უკვე დადასტურებულია, ხო?
სასამართლო განხილვით და ბრალდების წარდგენით. ანუ ამბავი ის არის, რომ რა მოყვება ამგვარ განაშენიანებას, ამის პროგნოზირება არ არის. არ არის პროგნოზირება, როდესაც ხედავთ, რომ ამოვსებულია ხევები და ჩაბეტონებულია ის სივრცეები, რაც საბოლოოდ ესეთ ურთულეს სურათს აყენებს, ხო? სხვადასხვაობაში ეს თბილისის პრობლემა არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ რაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი საცობებს, აბრალებს არა ურბანულ განაშენიანებას, არამედ იმას, რომ ძალიან ბევრი მანქანა არის. ანუ ის თავის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. ისევე როგორც თბილისის მერი ვერ ხედავს პასუხისმგებლობას ვაკის პარკის მომხდარ ტრაგედიაზე, წყნეთში მომხდარ ტრაგედიაზე, უამრავ ტრაგედიაზე, რომელიც მართლა ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ამ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ჩვენ ვცხოვრობთ. ამაზე პასუხისმგებლობას ეს ადამიანები არ იღებენ, ისინი გასცემენ ნებართვებს. მე მინდა შეგახსენოთ თქვენ დანელიას ქუჩის შემთხვევა, დანელიას ქუჩა, რომელზეც კონკრეტული 2023 წელს კონკრეტული გეოლოგიური დასკვნა არის გაცემული იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქუჩაზე არ შეიძლება მშენებლობის წარმოება და ეს გამოიწვევს იმ პროცესებს, რაც ჩვენ ვნახეთ ზუსტად რამოდენიმე კვირის წინ, როდესაც მართლაც ჰაერში არის გამოკიდებული მოსახლეობა იმის გამო, რომ განახლდა მშენებლობა, ნებართვა გაიცა მიუხედავად გეოლოგიური დასკვნისა და შესაბამისად ამ მშენებლობამ გამოიწვია ჩვენ ასევე ვნახეთ ძალიან ბევრი კადრი არსებობს იმისა, რომ ამ მშენებლობას ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობა. ანუ მოსახლეობასაც აღარ აქვს იმის ნდობა, საკუთარი მუნიციპალური სამსახურების აღარ აქვს იმის საშუალება, რომ აი ვიღაცა პასუხისმგებლობას აიღებს ნებისმიერ ამ შემთხვევაში. აი ამ ქაოსში არის დღესდღეობით ჩვენი ქალაქი, ამ ქაოტურ მშენებლობებში, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი სარგებელი თბილისის მერიიდან, ყველა ეტაპზე, ყველა ეშელონში და მართლა ყველა სართულზე აქ მძვინვარებს კორუფცია, რომლის თავი და თავი არის ოცნების ლიდერი კახი კალაძე. აი ამ სიტუაციაში არის დღესდღეობით ჩვენი ქალაქი და მაშინ, როდესაც ოცნება საუბრობს კორუფციასთან ბრძოლაზე, ეს არის ფარისეულობა და კიდევ ერთი ტყუილი იმ მრავალი ტყუილებიდან, რომელსაც ოცნება ახვევს თავის მოსახლეობას. დიდი მადლობა ტატა, დაგემშვიდობები, ტატა ხვედელიანი